ეს არის ჩემი საყვარელი დესერტი. გრამი ფქვილი არ ჭირდება ამ რეცეპტს. მორევისას, როდესაც დესერტს ურევთ, ნებისმიერ სითხეს ჯობია, რომ მას პირველად ვაკეთებ. აი სუნ წამოვიდა რა. ოჰო, კი ბატონო. და აი დადგა დიადი დრო. ვერ ვიცმენ. მეგობრებო, დღეს გვაქვს ცოტა უცნაური სიუჟეტი და ვაკეთებთ დესერტს. დესერტს ვაკეთებთ გრილზე, რა თქმა უნდა, და ამით განსხვავდება. მაგრამ ეს არის ჩემი საყვარელი დესერტი, ბასკური ჩიზკეიკი. რომელიც სათავეს იღებს ბასკეთიდან, ესპანეთიდან, კერძოდ კი სან სებასტიანიდან და მინდა გითხრათ, რომ ძალიან გავს ბასკეთი და სან სებასტიანი კოლხეთის მიდამოს, ასე ვთქვი, გურია, აჭარა, ცოტა სამეგრელოს ძალიან გავს. ხო და ინსპირირებული ვარ მაგ კუთხით და მინდა რომ გავაკეთო ეხა ბასკური ჩიზკეიკი და გიჩვენებთ როგორ და რანაირად. ესე იგი, ჩიზკეიკის მოსამზადებლად დაგვჭირდება კრემყელი, იოგურტი არ არის ორიგინალურ რეცეპტში, მაგრამ მე ნაღები ამოვიღე და იოგურტი ჩავსვი, ცოტა მარილი დაგვჭირდება, სიმინდის სახამებელი და კვერცხი. ეს არის და ეს გრამი ფქვილი არ ჭირდება ამ რეცეპტს. ესე იგი, პირველ რიგში უნდა გავხსნათ კრემყელი, მოვიყვანოთ ისეთ ბლანტ მასამდე, იმიტომ რომ მასივარში ყოფნისას იკუმშება. ჩვენ ვიყენებთ, რა თქმა უნდა, არლას ორგანულ კრემყველს, დანიური ბრენდი არის და სხვათა შორის იმით გამოირჩევა, რომ კონკრეტული ადამიანის ფლობელობაში არა, ესაა ფერმერების გაერთიანების ფლობელობაში და მას უნიკალურს და მნიშვნელოვანს ხდის ის, რომ არავითარი დანამატები არ გააჩნია, კონსერვანტები და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩიზკეიკის მომზადებისას კრემყელი იყოს ნატურალური, სწორად შერჩეული, რომ ის გემოები, რაც კრემყველს აქვს, არ გადაფაროს მთლიანად დესერტი. ასე რომ ახლა გიჩვენებთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ბასკური ჩიზკეიკისთვის განკუთვნილი კრემყელი. ესე იგი 350 გრამი კრემყელი გვჭირდება და როგორც გითხარით, მაცივარში ყოფნისას იკუმშება, ასე ვთქვათ, კრემყელი და ერთგვაროვანი. ამიტომ უნდა ავთქვიფოთ, გავხსნათ, მოვალბოთ, დამჯერი რო გახდეს, ცოტა მარილს დავაპატებ, აი სულ რაღაც აი ამდენს. ციკვი პრინციპში გაიხსნა მოლბა და ეხა დაგვჭირდება როგორც ვთქვი იოგურტი და მე ვინავთო ცეცხლზე ვიქნები თუ არ გამოვიყენებ მევგალის იოგურტს. თუმცა თქვენ ხშირად ჩვენ გადაცემებში გინახავთ, რომ ავთენტურ სტანდარტულ იოგურტს ვიყენებთ. თუმცა სპეციალურად ავარჩიე მევგალს აქვს სხვადასხვა გემოების, სხვადასხვა ხილის იოგურტი და ამ შემთხვევაში მე ატამის ავირჩიე და მთლიანად 150 გრამ იოგურტს ჩაუშვებ ჩვენ მასაში. ამით, რა თქმა უნდა, ხილის არომატებსაც შევძენთ ბასკურ ჩიზკეიკს და შაქარს მთლიანად ამოვიღებთ, რადგან იოგურტში უკვე გარკვეული პროცენტულობის სიტყბო არის, თან ატამსაც თავისი სიტყბო აქვს და ასე რომ შაქარიც ამოვაგდეთ რეცეპტიდან. კარგად ჩავწურავ. ამასაც ახლა კარგად გავაერთიანებ. სხვათა შორის ბასკური ჩიზკეიკის ისტორია ძალიან ძველი არაა. თითქმის თანამედროვე კულინარიული ისტორიის წიგნში შეიძლება დაიწეროს დაახლოებით 1980 წელს შექმნა სან სებასტიანში ერთმა მზარეულმა შემთხვევით, როდესაც დაავიწყდა სტანდარტული ჩიზკეიკის მომზადებისას ფქვილის დამატება და შემდეგ უკვე იმუშავა ამ რეცეპტზე და გამოვიდა, რომ გვაქვს ახალი ბასკური ჩიზკეიკი, რომელსაც გრამი ფქვილი არ აქვს და არც ძირი არ აქვს სპეციალური. 2 კვერცხი დაგვჭირდება. ბოლოსკენ დაგვჭირდება 15 გრამი სახამებელი, როგორც გითხარით, სიმინდის, რაღაც 1 ჩაის კოვს.
პატარა საცერი იმისთვისაა კარგი, რომ არ დაკორკოშელავდეს, როგორც იტყვიან, მორევისას. სულ ესა, ამას კარგად მოურევ, ფორმაში ჩავასხამ და უკვე თქვენთან ერთად გრილში მოვათავსებ და გამოვაცხობ. მორევისას, როდესაც დესერტს ურევთ, ნებისმიერ სითხეს ჯობია, რომ თვითონ ჯამი, რაშიც მუშაობთ, ყოველთვის ატრიალოთ, იმიტომ რომ სათქვები ყველა მიმართულებით სწორად რო ამუშაოთ, მაგის შანსი მცირედი არის, ასე რომ ჯამით თან ატრიალეთ. ბოლოსკენ ცოტა ვანილს გავუკეთებ, აქ მაქვს შაქარნარევი ვანილი, თუმცა თქვენ შეგიძლიათ სითხეც გამოიყენოთ ვანილის ჭხირიც გამოიყენოთ, ასე რომ შეზღუდულები არ ხართ. სადღაც 3-4 გრამ ვანილს გავუკეთებ და ფერსად შეიცვლის. კაი სუნი წამოვიდა. სადაც. გავამზადოთ ახლა ფორმა იმისთვის, რომ მოვათავსოთ, ჩავასხათ შიგნით ეს სითხე. ცოტათი ზეთი წაუსვით, სანამ ქაღალდს ჩააფენთ, რომ ამოღებისას არ გაგიჭირდეთ ამოღება. კარგად დაკუჭეთ ქაღალდი, არ მოგერიდოთ, იმიტომ რომ ფორმა ჩვენი სასურველი უნდა მიიღოს. ჯამში. ეცადეთ, რომ კუთხეებში ქაღალდი ბოლომდე გაიყვანოთ, რომ ფორმა არ დაუკარგოთ ჭურჭელს. და შემდეგ დააფიქსიროთ კიდეებზე. ხშირად ბასკური ჩიზკეიქის მომზადებისას და ბისკვიტების მომზადებისასაც უჩნდება ბუშტები თვითონ მასას. ამ შემთხვევაში ან რამოდენიმეჯერ უნდა დააბრახუნოთ მაგიდაზე, ან სპეციალური გაზის საწვავით თავები მოუწვათ, ბუშტები მოუწვათ, ან ცოტა ხანი მაცივარში დააყოვნოთ, რომ დაწყნარდეს მასა, სითხე და ბუშტები გაუქრეს. და აი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ბასკური ჩიზკეიქი არა ღუმელში, არამედ გამოცხება გრილში, ვებერის გრილში, რომელიც არის ამერიკული, როგორც იცით და სხვადასხვა ფუნქციებზე როცა ვსაუბრობდი, ვებერის გრილს მოყვება ასეთი ქვის დაფა, რომელზეც ეხა ფუნქციურად კი არ ცხება ჩიზკეიქი, მაგრამ მინდა რომ დამცავი სიცხესა და ფორმას შორის, სადაც ბასკური ჩიზკეიქი ჩავასხით, მინდა რომ იყოს დამცავი, რომ ძირი არ მოიწოს და თანაბრად გადანაწილდეს ტემპერატურა. თორე ისე ამ ქვაზე შეგიძლიათ პიცაც გამოაცხოთ, პურით, ხაჭაპურით და ბევრი რამ, რაც ქვაზე ცხება. ეხლა ამას ჩავდგამ. ეხლა ამას ჩავდგამ. ცოტათი ქაღალდებს მოვუჭრი. მაინც ნაკვერცხალთან გვაქვს საქმე და ფერფლი რო არ ჩავიდეს სითხეში. დაახლოებით 240 გრადუსზე, გრილის 240 გრადუსზე მოვათავსებ ბასკურ ჩიზკეიქს და დაახლოებით მაქსიმუმ 9 საათი უნდა დაჭიროს. თუმცა მე გრილზე არასდროს ამას პირველად ვაკეთებ, ჩიზკეიქი არ გამომწვია და თქვენთან ერთად დავაკვირდები, რა დრო დაჭირდება. თუ რამე ცვლილება იქნება დროში ან ტემპერატურაში, მაგასაც ბოლოსკენ გეტყვით. 240 გრადუსი, იმიტომ რომ ზედაპირი უნდა დაიწვას. ეს ჩიზკეიქი უნდა გამოვიდეს დამწვარი ზედაპირი, რაც ძენს კარამელიზებულ გემოს და შიგნით არის თხევადი მასა დარჩენილი. ამიტომ მაღალი გრადუსი აუცილებელია. აბა წავიდა. გავიდა 40 წუთი, ეხლა დავხედავ, როგორ გამოიყურება ჩიზკეიქი, უნდა კონდეს ზედაპირი მობრაწული აუცილებლად. არის იმის საშიშროება, რომ ოდნავ დაიწიოს ჩიზკეიქმა, მაგრამ ეგ არ არის საგანგაშო.
აბა. ოჰოჰოჰო, კი ბატონო. გადმოვიღებ, ცოტას გავაგრილებ. მოდი ქვიანა გადმოვიღებ. უსაფრთხოებისთვის. ასე გამოიყურება ჩიზკეიკი. ხშირ შემთხვევაში ამაზე დამწვარიცა არ შეიმჩნიოთ თუ დაგეწვებათ, ან ეგრე უნდა იყოს. თუ არ დაგეწვათ, აი მაშინაა პრობლემა. ეხლა ვეცდები რომ ამოვიღო. გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება. ქაღალდს შემოვავწვი. ეხლა ამას გაგრილება კი უნდა, მაგრამ ვერ ვითმენ. და მინდა რომ შედეგით ვისიამოვნო. ჩამოვჭრი ერთ პატარა ნაწილს. ნახეთ შიგით როგორი კრემოვანი მასაა შენარჩუნებული და როგორ თანთალებს წინაცხვირი. რაც უფრო მეტი მასა იქნება, რა თქმა უნდა, უფრო დიდი იქნება და შიგით სიცხეც მეტად კრემოვანი იქნება. თუმცა ამ პროპორციით, როგორც ხედავთ, კრემოვნება შენარჩუნებული აქვს. და აი დადგა დიადი დრო. ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბასკური ჩიზკეიკი უნდა იყოს უფრო მაღალი. ეს არაა ჩავარდნილი, უბრალოდ ჩვენი გრამაჟობა, რაც შევზილეთ ერთმანეთში, გამოდის ამ ზომის 20 დიამეტრიან საცხობში ამ სიმაღლის. ამიტომ შეგიძლიათ ან დიამეტრი და შეამციროთ, ან გააორმაგოთ მასა. ეხლა ძალიან მაინტერესებს რა გამოიქნება, იმიტომ რომ კლასიკური ჩიზკეიკისგან იმით განსხვავდება, რომ შაქარი საერთოდ არ აქვს და ნაღები არ აქვს და იოგურტი აქვს დამატებული. თან ყვამლის არომატი უეჭველი ექნება და ძალიან საინტერესო ამ ყველაფრის კომბინაცია. ძალიან სასიამოვნოა სხვათა შორის აი რაც თქვი ყვამლის არომატი და იოგურტის ცოტა მომჟაო, ცოტა მოტკბო გემო. რადიკალურად განსხვავდება კლასიკური ჩიზკეიკისგან, უბრალოდ ეს არის რეცეპტი, რომელიც მზადდება იოგურტზე, არის უფრო ჯანსაღი და საერთოდ არ აქვს შაქარი, რაღაც მწიკვი შაქარი აქვს. ასე რომ, თუ გინდათ რომ გრილზეც, არა გრილზეც, ბუნებაში, სახლის პირობებში გავაკეთოთ მსგავსი ექსპერიმენტები და შემოგთავაზოთ ახალი დესერტები ან კერძები, როგორც იცით, უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაგვალაიქოთ. აბა დროებით.